ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აონმა ფრთხილი იმედი გამოთქვა ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმების მიმართ, რომ ამან შესაძლოა საბოლოო დაასრულოს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის კონფლიქტი. პაკისტანელი შუამავლები და ირანელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტს მოიცავს, მათ შორის ლიბანსაც. აშშ-ოსგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ხოლო ისრაელი აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები დარჩებიან უსაფრთხოების ზონებში ლიბანში, სირიაში და ღაზაში და გააფრთხილა, თუ ირანი ისრაელს ლიბანში განვითარებული მოვლენების გამო დაესხმება თავს, ჩვენ მას სრული ძალის დავარტყამთ. დღეს უკვე ლიბანური მედია იუწყება ისრაელის თავდასხმებზე სამხრეთ ლიბანში. აირა განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამური ფრონტის დაკავშირებაზე. این نکته را هم خدمتتون عرض بکنم. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ლიბანი და ლიბანში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ წარსულშიც დავამტკიცეთ, რომ ამ საკითხში მტკიცედ ვართ განწყობილი. ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ლიბანში იყო 8 აპრილის შეთანხმების ნაწილი და ჩვენ პრაქტიკულად დავამტკიცეთ, რომ ამ საკითხს სერიოზულად ვეკიდებით. زمینه مصمم هستیم. ეხლა ჩვენთან ერთადაა დევიდ დაუდი, ფონდი დემოკრატიის დაცვისთვის უფროსი მკვლევარი, რომელიც ჰეზბოლასა და ლიბანზეა სპეციალიზებული. დევიდ, რას ნიშნავს ეს მომენტი ლიბანისთვის? თუ ირანი მოახერხებს ლიბანის საკითხის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებას, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ლიბანის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ხარჯზე მოხდება ეს, რადგან მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. მთლიანობაში ნიშნავს თუ არა ეს ლიბანის სახელმწიფოს დასუსტებას? მადლობა რომ იმიწვიეთ, შესანიშნავი კითხვაა. პატიოსენ რო გითხრათ, არ ვიცი, რადგან პრეზიდენტ აუნისა და პრემიერ-მინისტრ ნუჰაბ სალამისგან ბევრ რიტორიკას ვხედავთ სუვერენიტეტის დასაცავად. და კიდევ ერთხელ, ეს სასიამოვნო ცვლილებაა მათი წინამორბედებისგან განსხვავებით. გულისხმობ იმას, რომ წინა პრეზიდენტი ავანი, მიშელ ავანი, სრულიად გულგრილი იყო, როცა ირანი აშკარად აჩვენებდა, რომ ლიბანის სუვერენიტეტი მათთვის არაფერს ნიშნავდა. ასე რომ გარკვეული დამსახურება პრეზიდენტ აუნსაც აქვს, მაგრამ ისინი ასევე არათანმიმდევრულებიც იყვნენ. როგორც ის, ასევე პრემიერ-მინისტრი ნუჰაბ სალამი ამბობდნენ, რომ ლიბანი ისრაელის მიმართულება სრულად ვერ გაიმიჯნება ისლამაბადის მიმართულებისგან. და მგონი პრემიერ-მინისტრი ნუჰაბ სალამს ვციტირებ, რაც როგორც იცით, აშშ-ში ირანის მოლაპარაკებებს გულისხმობს, ასე რომ ეს ელემენტიც არსებობს. მაგრამ თუნდაც ზავი მიღწეული იყო აშშ-ის, უკაცრავად აშშ-ის შუამავლობით ისრაელ-ლიბანის მიმართულებით, პრაქტიკულად რა განსხვავებაა, როცა ლიბანი, როგორც ჩანს, არც სურს და არც შეუძლია შეაკავოს ჰეზბოლა. როცა პრემიერ-მინისტრი ნუჰაბ სალამი რამდენიმე კვირის წინ ამბობს, რომ განიარაღების საკითხი შიდა საუბარი უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ ისევ იმ დინამიკას უბრუნდებით, როცა ლიბანი ცდილობს ჰეზბოლასთან ლაპარაკს, თხოვს ჰეზბოლას თავაზიანად რომ განიარაღდეს და ჰეზბოლა ამბობს უარს. აბა მერე რა? რა აზრი აქვს საერთოდ ლიბანზე, ლიბანის სუვერენიტეტზე საუბარს, თუნდაც ეს ორმხრივად იყოს მიღწეული, თუნდაც ზავი იყოს ორმხრივად იერუსალიმსა და ბეირუთს შორის, როცა ბეირუთს არ სურს და არ შეუძლია ყველაზე საბაზისო ელემენტის შესრულება, რაც სუვერენიტეტის საფუძველია, საკუთარი ტერიტორიის კონტროლი. დავივიწყოთ ირანი, დავუშვათ ჰეზბოლა ირანთან არ არის დაკავშირებული. ეს არის მოთამაშე ლიბანში, რომელიც არ ემორჩილება ლიბანის სახელმწიფოს და თქვენ ვერ ახერხებთ მათ კონტროლს. ასე რომ დანარჩენი მხოლოდ თვალის ასახვევია თუ მკითხავთ. მას როცა ამ შეთანხმებას უყურებთ, თუ ირანზე სანქციები მოიხსნება, როგორ გამოიყენებს რეჟიმი ამას იმისთვის, რომ კვლავ დააფინანსოს თავისი პროქსი ჰეზბოლა? ამჟამად რამდენად სჭირდება ჰეზბოლას ეს მხარდაჭერა ირანისგან ისრაელის ყოველდღიური თავდასხმების ფონზე? ნახეთ, ვფიქრობ, არ უნდა გადავაფასოთ ამ თავდასხმების გავლენა ჰეზბოლას ფინანსებზე. ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამას უფრო მეტად ახმაურებენ, მათ შორის ლიბანის ჰეზბოლას მოწინააღმდეგე ბანაკიდან, რომლებიც ჰეზბოლას ფინანსური პრობლემების გავლენას აჭარბებენ. და წლებია ვისმენთ ამას, რომ ჰეზბოლა ფინანსურად იშლება. ანუ როცა მათ ოდესმე შიდა სტრუქტურა გადააწეს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ჰეზბოლა, ნახეთ, შეზღუდულები არიან, რა თქმა უნდა. ფინანსური კოლაფსის ზღვარზე არიან, აბსოლუტურად არა. ირანი ის თანხები, რომლებიც ირანისთვის განიბლოკება, აუცილებლად დაეხმარება ჰეზბოლას. რაც არ უნდა იყოს საბოლოო თანხა. ჰეზბოლას ირანისგან ბევრი არ დასჭირდება, მათი ციან როგორ აწარმოებენ ომი და იარსებენ მცირე რესურსებით. მაგრამ ასევე არ დავივიწყოთ, რომ ირანი ჰეზბოლასთვის ერთადერთი დაფინანსების წყარო არ არის. ეს ირანის ჩანაფიქრით ხდება, რადგან ირანს სურს ჰეზბოლა საბოლოოდ იყოს ავტონომიური მოთამაშე, რომელიც ერთგულია ირანისსა. არა იმიტომ, რომ ირებს იარაღს ან დაფინანსებას, არამედ იდეოლოგიის გამო. ჰეზბოლამ წლების განმავლობაში შეიმუშავა საკუთარი ავტონომიური დაფინანსების წყაროები, როგორც ლიბანში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ზოგიერთი მათგანი არალეგალურია, კრიმინალური საქმიანობები, რომლებშიც ჰეზბოლა მონაწილეობს, ნარკოტიკები, იარაღის კონტრაბანდა, ფულის გათეთრება და სხვა, მაგრამ ზოგიერთი სხვა სახისაა. იცით, რომ არა მათი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ეს წყაროები სხვაგვარად ლეგიტიმური იქნებოდა. ზოგი დაფინანსება საზღვარგარეთიდან შემოწირულობებით მოდის. ასე რომ ჰეზბოლას საკუთარი დაფინანსების არხები აქვს და მისი ხარჯი, რომელიც უნდა დაფაროს, უკიდურესად მაღალი არ არის. გულისხმობ იმას, რომ მათ აქვთ, იცით, აღდგენითი სამუშაოები ჩასატარებელი, მაგრამ ეს არ არის 10 მილიარდი დოლარი. ეს დაახლოებით 11-12 მილიარდი დოლარია. და ჰეზბოლას უბრალოდ ეს თანხა სჭირდება, რომ როგორმე გააგრძელოს არსებობა. რაც შეეხება მათი ძლიერი სამხედრო შესაძლებლობების შექმნასა და აღდგენას, ისინი ეყრდნობიან FTV-ებს. მათი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენას ბევრი ფული არ სჭირდება. ჰეზბოლასთვის ნამდვილი გამოცვევა ორგანიზაციული რესტრუქტურიზაცია იქნება. იქ ჩვენ ვიხილავთ ირანის დახმარებას, როგორც ეს ვნახეთ ომის განახლებამდე ბოლო 15 თვის განმავლობაში. და შიიტების შენარჩუნებას მათ მხარეს, ხო ასეა. ეს შეიძლება მიღწეულ იქნას ფულის თანდათანობით, მოკლე დროში ან მცირე ნაწილებად გადაცემით. კარგი, როგორ ერთვება სირია ამ ყველაფერში, განსაკუთრებით მაშინ თუ ისრაელი ასე ვთქვათ შეკავებულია და ვერ ახერხებს ჰეზბოლას სრულად წინააღმდეგობას. ტრამპი სირიაზე ზეწოლას ახდენდა, რომ ჰეზბოლას შეზღუდვაში მეტი გაეკეთებინა, მაგრამ ეს ისევ პრიორიტეტია, განსაკუთრებით მაშინ თუ ისრაელის შეკავებას ცდილობენ. შეიძლება ტრამპმა ყურადღება სირიაზე გადაიტანოს. ნახეთ, ვფიქრობ, სირია შეიძლება სასარგებლო მოთამაშე იყოს. ჩემმა კოლეგამ აჰმედ ჩავრიმ და მე ეხლახან დეტალურად ავხსენთ სტატიაში თუ როგორ შეიძლება სირიამ დახმარება. სირიამ გამოხატა უინტერესობა ლიბანში შესვლისა და მისი ხელახლა ოკუპირების მიმართ. ვფიქრობ, ეს დადებითია. და სირიამ აჩვენა თავისი მზადყოფნა შეაჩეროს ჰეზბოლასთვის თანხებისა და იარაღის გადაზიდვები. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ასეთი შეჩერებები. პრობლემა ისაა, რომ სირია სამოქალაქო ომის შემდეგ ფრაგმენტირებულ სახელმწიფოდ რჩება. იქ ახალი ხელისუფლებაა, იცით გენდობი თუ არა, მათ ჯერ კიდევ არ გაუმხარებიათ კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ისინი ბულწრფელად სძულთ ჰეზბოლა. არსებობს სექტანტური სიძულვილი. ჰეზბოლამ სირიაში წლების განმავლობაში სისხლი დაღვარა. ამიტომ მათ ჰეზბოლას მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვთ. არ ვფიქრობ, რომ ისინი ნებაყოფლობით თვალს დახუჭავდნენ ჰეზბოლაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ, სირია კვლავ ფრაგმენტირებულია. ხელისუფლება ახალია. მათ შესაძლებლობა გაამკარონ კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე შეზღუდულია მათი მწირი და ძალიან შეზღუდული რესურსებით. და არსებობს ეთნოსექტარული დაძაბულობა, რომელიც ცენტრს აშორებს. დრუზები სამხრეთში, ქურთები, ალავიტები. ამიტომ ყველა ეს ფაქტორი ერთად უშლის ხელს სირიას, მიუხედავად მისი სურვილისა, რომ კონდეს შესაძლებლობა, რაც ლიბანის საპირისპიროა, რადგან მე ვითხოვდი, რომ ლიბანს ეს შესაძლებლობა აქვს. ლიბანის არმია განსაკუთრებით ეხლა მე ვითხოვდი ბევრად უფრო ძლიერი ძალა ვიდრე ჰეზბოლა, მაგრამ მას არ აქვს სურვილი ჰეზბოლას წინააღმდეგ წასვლის შესაძლო შედეგების გამო. სირიის შემთხვევაში კი პირიქითაა. ეს არის სურვილის არსებობა და რესურსების ნაკლებობა. David Dowd, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს IOC4 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. ყოველთვის ვაფასებ თქვენს ხედვას. მადლობთ. აქ სტუდიაში ისევ ჩემთან ერთად არის ისრაელის ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში მარკ რეგევი და ასევე ჩვენთან შემოგვიერთდა უსაფრთხოების ანალიტიკოსი ჯონათან რეგევი. ელჩ რეგევ, მინდა თქვენით დავიწყოთ საუბრობთ მომავალზე ამ 60 დღიან მოლაპარაკებების პერიოდზე, რაც ლიბანის საკითხს ეხება. როგორ შეუძლია ისრაელს დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ ისრაელს სჭირდება შეინარჩუნოს მოქმედების თავისუფლება, რათა გაუმკლავდეს ირანის ამ ტერორისტულ მარიონეტულ ძალას? როგორც თქვენ იცით, სხვებზე უკეთ ისრაელი დღესაც სამხრეთ ლიბანში რჩება. ლიტანიის მდინარემდე და ზოგ ადგილას მის მიღმაც. ეხლა ზავის პირობებით, როგორც მე მესმის და როგორც ითქვა, ამერიკელებიც ამ პოზიციას უჭერენ მხარს, ისრაელს შეუძლია დარჩეს სამხრეთ ლიბანში. გავამყაროთ ჩვენი კონტროლი იქ და გავანადგუროთ ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა. და რა თქმა უნდა, თუ ჰეზბოლა დაგვესმის თავს, ჩვენ შეგვიძლია უპასუხოთ. და ვფიქრობ, იცით, ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი. მაგრამ რაც ერთი დღის წინ მოხდა, როდესაც ისრაელმა სამხრეთ ბეირუთის დახია სუბანი დაარტყა ჰეზბოლას ცეცხლზე პასუხად, აჩვენებს, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს ქმედებებია. ეხლა სულ მცირე საჯაროდ ტრამპმა თავი დააშორა ისრაელის მიერ ბეირუთში განხორციელებულ იმ თავდასხმას, რომელიც მათ ისრაელში რაკეტების გასროლაზე პასუხად განახორციელეს. ამიტომაც ვითხოვდი, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რასაც ისრაელი ამბობს, არამედ ის, რაც ისრაელმა გააკეთა. და ჩვენ გავავლეთ ხაზი და ვამბობთ, რომ ზავი იქნება თუ არა ისრაელი. როცა ვამბობთ, რომ თავს დავიცავთ ჰეზბოლასგან, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს ქმედებებია. თუნდაც შეერთებული შტატები სრულად არ ეთანხმებოდეს. და ამ ახალი ზავის პირობებში, ამ ჩარჩოთი, ამ გაგებით შევდივართ. ისრაელი იმოქმედებს ჰეზბოლას წინააღმდეგ,
როცა ამის საჭიროება იქნება ჩვენი თავის დასაცავად. მაგრამ მაინც ლიბანელი მოქალაქეები დღეს ჯონათან უკვე ვნახეთ კადრები როგორ ბრუნდებიან ისინი სამხრეთ ლიბანში იმ ქალაქებსა და სოფლებში საიდანაც მოსახლეობა ევაკუირებული იყო და სადაც ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ. ვის უქმნის ეს ახო საფრთხეს? ეს ისრაელის თავდაცვის ძალების პასუხისმგებლობაში შედის თუ ლიბანის შეიარაღებული ძალების? ვისთვის ქმნის ეს უფრო დიდ დილემას, როცა საქმე ეხება ამ ტერიტორიაზე მოქმედებას, სადაც ჰეზბოლა მოახერხა შეღწევა. პრობლემა ამ შეთანხმებებთან ისაა, რომ ძალიან ბევრი ხარვეზია. იგივეა მაგალითად ღაზას შემთხვევაში. არსებობს შეთანხმება, რაღაც სახის ურთიერთგაგების მემორანდუმი, მაგრამ ძალიან ბევრი ხარვეზია, ძალიან ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს. რა ხდება ამ ადამიანებთან მაგალითად? ერთი მხრივ ეს მათი სახლია, ეს მათი სოფლებია. მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ჰეზბოლა ამ სოფლებს იყენებდა როგორც წინა სამეთაურო პუნქტს, რათა ისრაელში შეღწევა მოეხდინა. ეს არაერთხელ იქნა აღმოჩენილი. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დღეს დილით განაცხადა, რომ ისრაელი შეინარჩუნებს ამ ტერიტორიებს. და არა მხოლოდ ეს, ის შეინარჩუნებს ამ ტერიტორიებს მოსახლეობისა და ტერორის ინფრასტრუქტურის გარეშე. ასე რომ რა იქნება? ხსმენია რომ დაბრუნებულ ადამიანებზე სროლები იყო არა იმისთვის რომ ვინმე მოეკლათ, არამედ იმისთვის რომ ხალხი დაბრუნებას არ შეეცათ. ასევე ხსმენია რომ ლიბანის არმიამ გზებზე ბლოკპოსტები დააყენა, რათა მათ დაბრუნება არ შეძლებოდათ. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ 100,000-ობით ადამიანზე, რომლებიც საბოლოოდ დაბრუნდებიან, რა თქმა უნდა, ჰეზბოლას მხარდაჭერითა და წახალისებით. ბევრი, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და არც ერთი პასუხი. ფიქრობ, უნდა დავიწყოთ კითხვით. დარჩება თუ არა ისრაელის არმია ამ ტერიტორიაზე, როგორც ისრაელისთვის მნიშვნელოვანია? პასუხი ამაზე არის აბსოლუტურად დიახ. რაც შეეხება ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, თუნდაც მათ სურდეთ შესვლა იმ ადგილებში, რომლებიც ისრაელმა დატოვა, ჩვენ გვაქვს ეს პილოტური ზონები. ეს უნდა იყოს ჩართული ბოლო დროინდელ ცეცხლის შეწყვეტაში, რომელიც ვაშინგტონის, ისრაელისა და ლიბანის შორის იქნა მიღწეული. ხედავთ თუ არა რაიმე წარმატებას ამ პილოტურ ზონებში ლიბანის შეიარაღებული ძალების მხრიდან, რომ დარწმუნდნენ ჰეზბოლა არ ბრუნდება ამ ტერიტორიებზე ლიტანეს მდინარის სამხრეთით. ჩვენ არ ხედავთ არანაირ წარმატებას და ვფიქრობ ეს თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის. მაგრამ განსაკუთრებით ეხლა, რადგან კიდევ ერთხელ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. მაგრამ ერთი რამ ნათელია. ჰეზბოლამ კიდევ ერთხელ დაიბრუნა მნიშვნელოვანი ძალაუფლება ლიბანში, რადგან მას რეგიონული ძალა უჭერს მხარს. ფიქრობ, ირანის მუქარა, რომ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ჰეზბოლას პოზიციებს დაარტყამს, მიმართულია ისრაელისკენ. მაგრამ არა მხოლოდ ისრაელისკენ, რადგანაც ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ში გამართული მოლაპარაკებები ითხოვდა ჰეზბოლას გარკვეულ განიარაღებას ლიბანის არმიის მიერ. და ირანმა განაცხადა, ვინც ჰეზბოლას წინააღმდეგ იმოქმედებს, ჩვენ პასუხს დავცემთ. მაშ, როგორ შეიძლება ეს წარმატებით დასრულდეს? ეს შესაძლებელია. უსაფრთხოების ანალიტიკოსი ჯონათან რეგევი ყოველთვის ვაფასებთ თქვენს უსაფრთხოების ექსპერტიზას.